მივედით ვაზიანში და ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ამ ვიზიტის პარალელში ჩვენ მოვინახულით ჩვენი დევნილი საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპაქტურ დასახლებაში ქვეყნის მასშტაბით. მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომ ჩვენი ინიციატივის პარალელში ქვეყნის მასშტაბით 1300-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა დეზინფექციო სამუშაოები და ჩვენ ვაზიანით დღეს ვასრულებთ იმ პირველი ეტაპის სამუშაოებს, რომელიც ამ ინიციატივას უკავშირდება. ეს ინიციატივა არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგან ეს შეეხო 40,000-ზე მეტ ოჯახს და ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას და მაქსიმალურად ხარჯს დავუჭერთ ჩვენ დევნილ საზოგადოებას განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ ობიექტებში იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად გავუმკლავდნენ პანდემიას. სადინსინფექციო სამუშაოები დაიწყო 18 სექტემბერს. დღეს დასრულდა პირველი ეტაპი, საქართველოს მასშტაბით ჩაუტარდა დევნილთა ჩასახლების ობიექტებს სადინსინფექციო სამუშაოები. საერთო სარგებლობის ფართების, სკვერების და ბავშვების სათამაშო მოედნების. ჩატარდა დღეს სადინსინფექციო სამუშაო, რომელიც უნდა ტარდებოდეს ხშირად ამ პანდემიის დროს. მოვიდა მთავრობიდანაც წარმომადგენლებიდან მოისმინეს ჩვენი პრობლემებიც და უნდა მიიღო ჩვენი გულის ტკივილი მათაც და ხშირად უნდა იყოს შეხვედრები, ხალხთან ურთიერთობა, პრობლემებიც, რომლებიც მოგვიგვარა აქაურმა ადგილობრივმა გამგებელმაც, ეს აუცილებლად უნდა დაფასდეს, ასევე პანდემიის დროს აღინიშნება, რომ მხარდაჭერა იყო ხალხის მიმართ.